ერთი კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდმა ახალი ანგარიში მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2016 გამოაქვეყნა. Ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ წინა რამდენიმე წლის მსგავსად ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საინფორმაციო მომსახურების კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენენ. მაგალითად, 2016 წლიდან სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონტრაქტორია ღიად პრორუსული საინფორმაციო სააგენტო თბილისი 24, რომელიც ციხის სკანდალური კადრების ავტორის ლადო ბეტუკაძისა და პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმისათვის გასამართლებული თემურ ხაჩიშვილის პრორუსულ პარტია ცენტრისებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული გამოცემა ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებზე დაყრდნობით დასავლეთთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თბილისი 24-ს 2016 წელს 3300 ლარის ღირებულების კონტრაქტი, ხოლო 2017 წელს 3387 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. სასჯელ აღსრულების სამინისტრო აფორმებს კონტრაქტს ღიად პრორუსულ მედია საშუალებას, რომელიც არაერთი დეზინფორმაციის წყარო ყოფილა, იგივე ჩვენი მითების დეტექტორის ფორმატში, ისინი პირდაპირ ახდენენ. სხვა შორის ნიშანდობლივია, რომ აი ზოგიერთი მედიები, მაგალითად ასალო დასავალი, მალავს თავის, ვთქვათ, რუსულ პირველ წყაროებს, იმიტომ რომ ეს არის პროპაგანდის ერთ-ერთი ტექნიკა, იმისთვის რომ ლეგიტიმაცია მოიპოვონ, პირველ წყაროს დამალვა ხდება, გარკვეული დეფლექცია ხდება, მაგრამ დამატებით ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ იდენტური მასალების გავრცელება ხდება რუსულენოვან წყაროებში. თბილისი 24 არც მალავს ასეთ წყაროებს, ისინი პირდაპირ Russia Today-ის ტირაჟირებას ახდენენ და სხვა პროპაგანდისტური პლატფორმების.